ყოფილი პრემიერისა და კახეთის გუბერნატორის წინა სასამართლოს ხდომა ეგრეთ წოდებული დასაქმების ეპიზოდზე ქუთაისში 6 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ხდომას ორივე ბრალდებული ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი ესწრებოდა. დღევანდელ ხდომაზე სასამართლოსთვის მტკიცებულებების წარდგენა მხოლოდ ბრალდების მხარემ შეძლო. პროკურატურა საქმის არსებით განხილვაზე 5,000-მდე მოწმის დაშვებას მოითხოვს. ვანო მერაბიშვილმა პროკურორებს სიტყვა მაშინ შეაწყვეტინა, როცა ბრალდების მხარე სასამართლოს მტკიცებულებებს აცნობდა. მერაბიშვილმა განმარტა, რომ მსოფლიო სასამართლოს ისტორიაში დასაკითხ მოწმეთა მსგავსი რაოდენობა არსად დაფიქსირებულა. მსოფლიოში არ არსებობს პროცესი, სადაც ამდენი კაცი დაიღუპა. სამართლა დარბაზში ვარ და მიუხედავად ისე, რომ ჩვენ არ გვეხება ბრალდების მხარეს ზოგადად იქნებ რეგულაციასთან დაკავშირებით რაიმე შენიშვნავანი იქნას ან არ ვიცი, მოუწოდოთ რა დაიგნოროთ. მოუწოდოთ ხარეს რა თქმა უნდა პროექტულობისადმი და ხო გაითვალისწინოთ კოლეგიალობა ესპანეთის პატრიოტიზმმა. ამ განცხადებამდე ყოფილი პრემიერის სიტყვით კიდევ ერთხელ გამოვიდა. ჯანმრთელი ცხოვრების წესით ცხოვრობდა, რომ არ მოვიწყინოს საკანში, ქუთაისში მიწევს ჩამოსვლა. ამ სიტყვებით დაიწყო ვანო მერაბიშვილმა სასამართლოს ხდომაზე სიტყვით გამოსვლა. ყოფილი პრემიერი ამბობს, რომ ის უკვე შეგუებულია სასამართლოს გადაწყვეტილებას და მას იუმორითაც უყურებს. არბაზების საშუალებას შეხვედრის მეუღლესთან ერთი არა და აქტიური სალუშები და საერთოდ ხალხსალუშები ჩემთან. ვიდეო საუბარი საერთოდ მედია, ამიტომ ამ ხრივ მე ვარ ძალიან ამ მდგომარეობაში, ამ ჯანმრთელი ცხოვრების ეს უცხორო. იმისათვის რომ არ მოვიწყინო ასე ვთქვათ, საკანში, ქუთაისშიც დაგეგმა ხელისუფლება, ქუთაისშიც მაგრამ არ მოვიწყინო თბილისის სასამართლოში, ქუთაისშიც შეაჩერებულს ჩამოსვლა, იმიტომ რომ თქვენ ამ გადაწყვეტილებას რა თქმა უნდა არ შეცვლით. ხდომაზე დაცვის მხარემ მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენა და მოითხოვა საქმის განხილვა ქუთაისში არ გაიმართოს. ამის მიზეზად კი ადვოკატები იმას ასახელებენ, რომ მათი თქმით მერაბიშვილისათვის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილების ძალაში დატოვებასთან დაკავშირებით სწორედ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ მალხაზ გურულმა გადაწყვიტა და ეს გადაწყვეტილება მიკერძოებული იყო. ადვოკატების შუამდგომლობა სასამართლომ დღეს არ დააკმაყოფილა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მალხაზ გურულმა, რომელიც ამავდროულად იუსტიციის უმაღლესი საკრებულო 2007 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით არის სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე, განიხილა აღნიშნული საჩუქრები და 2013 წლის 25 მაისს გამოიგანა განჩინება საჩუქრის დაუშვებლად ცნობის შესახებ. მაშინ, როდესაც მას მითითებული საჩუქრის განხილვის უფლება არ ჰქონდა. ეს გადაწყვეტილება იყო აშკარად მიკერძოებული და დაფიქსირებული პროკურატურის და პოლიტიკური ხელმძღვანელობის ზეწოლის ქვეშ. ფარგლებში და ასეთი ფარგლები არის განსხვავებული, არის დამოუკიდებელი. და ის რომ თუნდაც რომელიმე მოსამართლე თეორიულად დაუშვათ, რაღაც უზუსტობა კანონის ჩარჩოებში ჩაიდინა, არ ნიშნავს, რომ თეიმურაზ ფარელი დღევანდელ სასამართლოს ხდომაზე იქნება მიკერძოებული და ვინმე სასარგებლო გადაწყვეტილებას ან საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას გამოიტანს. ზოგადად მოსახლეობა განმარტებები დაცვის არის, რომელიც არანაირი სამართლებრივ და ფაქტობრივ საფუძველს არ უძლებს. ამ შემოქმედებას, რომელიც სასამართლო ცელებისა და კონკრეტულად მოსამართლე ცელებისა შეეხება, არ უნდა დაკმაყოფილოს. სასამართლოს ხდომას ესწრებოდნენ მერაბიშვილის ოჯახის წევრები და მისი თანაგუნდელები. ისინი კიდევ ერთხელ აცხადებენ, რომ მერაბიშვილი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პატიმარია. მერაბიშვილის მეუღლემ კი ყურადღება მის ჯანმრთელობაზე გაამახვილა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ სასამართლო არ იქნება მიკერძოებული, იქნება სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს ადრე თუ გვიან და ვანო მის სიმართლეს აუცილებლად დაამტკიცებს და მის უდანაშაულებას. საგრძნობლად დაკლებული აქვს წონაში, ასევე გულთან დაკავშირებით ჰქონდა პრობლემები და ხერხემალი, რაც ყველაზე მეტად აწუხებს. ვანო მერაბიშვილის სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სახელმწიფო თანხების არამიზნობრივ ხარჯვასა და მითვისება გაფლანგვისთვის არის ბრალდებული. მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის საქმეზე სასამართლოს ხდომა 19 სექტემბერს განახლდება. ყოფილი პრემიერი საბადრაგო სამსახურმა დღესვე ქუთაისიდან კვლავ თბილისში, ეგრეთ წოდებული მატროსოვის ციხეში დააბრუნა.